Ama შეხედე მეგობრებო, ეს ხონი არ არის. ეს ხონი არ არის. ეს არის სითხე. ტკივა, ხო? ტკივა. მაჩვენე მეორე ბექი? ნახე. აი, როგორ ნახე? ვერ მოდის. თქვენ რო ესეთი კვებაზე რო ხარ, ანუ თქვენი ბრალი არა, თქვენ არ იცი რა უნდა ჭამო და აი ნახე როგორია. აი ამ ხელა ბექი ხო არ უნდა იყო ადამიანს, აი ამ ჩემი ხელში რო ვერ იტევა. მე მუხლები ატარებს 4-ზე მეტი წონა ვიდრე უნდა. ეგეთი პრობლემით დადის იმდენი ქალბატონოები საქართველოში, ბევრი. ეს არის, როცა კვებაში ეს არიციან, რომ რამდენი რა უნდა ჭამო. ეს არის ნატრიუმი და კალიუმის დისბალანსი. იმ დროს მე ზედმეტი დატვირთვა არის ჩვენი თირკმელებზე. თირკმელები ვერ მუშაობენ კარგად. ანუ მე იწყებს ჩვენი ორგანიზმის სითხის შეჩერება. ჭამს ქვეყანა სწრაფი ნახშირწყლები, ცხელი ხაწაპური, ყველაფერი ცომი. არავინ მე მაგათ არ ეუბნება, ზოგი მე კურსი გაკიდით, ეს მოხუცები დაადიან აქეთ, ეკით, ანუ სრული კატასტროფა მეგობრებო. ანუ ამ პრობლემას ეს ხო დავადება არ არის. აი ძალიან ადვილად შეიძლება მაგ პრობლემის მოგვარება. დაანებეთ უმაღლესის ხარისხის, ვითომ უმაღლესის ხარისხის ფქვილით გაკეთებული ნებისმიერი საჭმელი ეს უმაღლესის არ არის. ეს არის ყველაზე უდაბლესი ხარისხის ჭამ თქვენ. დაიწყეთ ორი კვებით ჭამა. ჭამე ორჯერ საჭმელი კარგად და ორივე საჭმელის წინ დაახლოებით 300 გრამი ბოსტნეული. ეხლა ხო მოდის ბოსტნეული. ბოსტნეული მიირთვით, კიტრი, პომიდორი, ყველანაირი შერეული კარგად ვაშლი ძმრით გააკეთე კარგი ქართული სალატა, ჯერ მიიგებთ, მერე ჭამე საჭმელი და საჭმელი ჭამის მერე დაიწყეთ სიარული. თუ არა ეს მუხლები, ეს პეხები, ტკივილი არავინ არ გიშველება, დიაბეტი ცალკე დაგიმართება. წამლებიდან არადროს არ გამოხვალ. დგესვე გაასწორეთ. ეს ედინა ქვია ინგლისურად, მაგრამ არ მინდა რომ მეცნიერული სახელებით მომართოთ რამე დავადება. პირდაპირ არის რა სითხე არ მოდის გარეთ, ანუ კალიუმი, ნუტრიუმი, ანუ დისბალანსია, თქვენ რო ჭამს დაახლოებით 300 გრამი, 250 გრამი ბოსტნეული საჭმელი ჭამამდე და რო დაანებებს ცომეულის და ტკბილეულის მიგება, ეს პრობლემა მოშორდება. ძევიდან წონასაც დაიკლებ და მუხლების ტკივილის თვითონ შემეჩერდება. სულიკაბი ჯანმრთელი და ბედნიერი.